მშვიდობიან დემონსტრანტებზე მოძალადე ოცნების მხარდამჭერები ზაზა მამალაძე და ირაკლი ბუაჩიძე გაათავისუფლეს. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ დაზარალებულების ჩვენებებიდან გამომდინარე ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული ორი პირის პასუხისგებაში მიცემა შეუძლებელი გახდა. მისივე მტკიცებით აქტივისტებმა გამოძიებასთან არ ითანამშრომლეს. საპირისპიროს ამტკიცებს აქტივისტი ქეთი ალავერდაშვილი, რომელსაც ზაზა მამალაძემ კალაძის შტაბთან 8 სექტემბერს გამართულ აქციაზე სახეში ხელი დაარტყა. ალავერდაშვილის თქმით, მან გამოძიებას რომ ხელის გარტყმისას ტკივილი არ განუცდია, თუმცა მამალაძის ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის სხვა არაერთი კადრი არსებობს. შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართული ბრიფინგით გაირკვა ისიც, რომ კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ბრალდებით დაკავებული მეგი დიასამიძის მიმართ პროკურატურამ სასამართლოს გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართა. დიასამიძეს მოსამართლე დავით კურტანიძემ აღკვეთის ღონისძიების სახით 200 ლარიანი გირაო შეუფარდა და დარბაზიდან გაათავისუფლა. არავითარი შეზღუდვები არ აქვს დაწესებული, ერთადერთი დააკისრა გირაოს გადახდა 200 ლარის ოდენობის და განუსაზღვრა 20 დღე ამ გირაოს გადასახდელად, სხვა რა იმი ტიპის აღკვეთილება გამოყენებული არ ყოფილა. ეს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, ჩვენ მიგვაჩნია, რომ უკანონო არის, ვინაიდან აღკვეთილება საერთოდ არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული, იმიტომ რომ დანაშაულს არ ქონია ადგილი და პროკურატურამ წარმოადგინა პირდაპირ მნიშვნელობით მაკულატურა, მე ასეთი დაბალი სტანდარტით შეკერილი და რაღაცა ცუდი ხელოსნის გაკეთებული კაფელი საქმე ჯერ არ მინახავს პოლიტიკურ საქმეებში, მართლა ძალიან იშვიათი არის. შეკოწიწებულიც არ ქვია ამ საქმეს, პირდაპირ მაკულატურა მოიტანეს და ბუნებრივია მოსამართლის არც ერთი პასაჟი, არც ერთი მოსაზრება არ უნდა გაეზერებინა ბრალდების ხარისა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 8 სექტემბერს თბილისში მელიქიშვილის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით 10 სექტემბერს 3 პირი დააკავა. მათ შორის იყვნენ ზაზა მამალაძე, რომელიც აქტივისტებზე ძალადობის ამსახველ არაერთ კადრში ჩანს და ირაკლი ბუაჩიძე, რომელიც დემონსტრანტებს ხელკეტის გამოყენებით უსწორდებოდა. რაც შეეხება 23 წლის სტუდენტს მეგი დიასამიძეს, მას კალაძის ორ საარჩევნო ბანერზე საპროტესტო წარწერების გაკეთების გამო 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება. პროკურატურის ინფორმაციით სასაქონლო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ დაზიანებული ბანერების ღირებულება 380 ლარს შეადგენს.